გამარჯობა, თქვენი თხოვნიდან გამომდინარე, დღეს გადავიღებთ ვიდეოს თუ როგორ შეიძლება ჩავიწეროთ Cleo ფოლდერი, ჩავაგდოთ Adobe Launcher-ში Cleo ფაილები. მოკლედ დავიწყოთ. პირველ რიგში თქვენ უნდა გადმოწეროთ კომენტარებში ჩაგდებული ლინკიდან Cleo ვინ არის ფაილი, რომელიც იქნება ჩაგდებული კომენტარებში, დააჭერთ გადმოწერის ღილაკს, იმის შემდეგ რაც ლინკზე გადახვალთ და გადმოიწერთ ამ ფაილს, რომელიც არის ძალიან პატარა. გადმოწერის შემდეგ გავხსნით ამ ვინ არის ფაილს და გავხსნით ვინ არის ფაილთან ერთად გავხსნით ასევე Adobe Launcher-ის ბინს. როგორ მოვძებნოთ? ხა სად არის ეს Adobe Launcher-ის ბინი? Adobe Launcher-ი სადაც გვაქვს, მივიტანთ, დავაჭერთ მარჯვენა ღილაკით და დავაჭერთ Open File Locations. გავხსნის შემდეგ დავაჭერთ bin files და უკვე აქ მოვკიდებთ ამას ხელს და გადავაგდებთ ამ ყველას ბინის ფაილში. რომელიმე კონკრეტულში არ ჩავაგდოთ ესე, აი აქ როგორც ხა მე მაგალითად ხე რო გავუშვა, ამაში ჩავარდება, იმიტომ რომ ამაზე მაქვს მოშვა. ცალკე გვერდზე, სადმე აი ესეთ ადგილას რო არ ინიშნებოდეს ესე, გადააგდეთ და რო გადააგდებთ, შემდეგ იქ თუ დაგიწერეთ ეს თქვა ჩავნათვალი შეიძლება გაიგეთოს და იქ ზევითას სტიჩკას მიეცით გადაწერას, გადაეწერება და შემდეგ უკვე შეგიძლიათ გავხსნათ ეს Cleo ფაილი და ამ Cleo ფაილში თვითონ გადააგდოთ ის კონკრეტული ფაილები, რომელიც გინდათ რომ გქონდეთ Cleo ფაილში. იმის შემდეგ რაც უკვე თქვენ ყველა სასრულ Cleo ფაილს გადაიტანთ Cleo ფოლდერში, შემდეგ თქვენ უკვე შეგიძლიათ ჩვეულებრივად შეხვიდეთ Adobe Launcher-დან ან SAMP-დან Adobe-ს servers-ზე. თუმცა სანამ ამას გააკეთებთ, მინდა გითხრათ რომ ეს სერვერზე არის დასჭადი და არავინ არ გაიძულებთ ამ Cleo-ების გამოყენებას, ეს არის თქვენი სრულიდან გამომდინარე. რატო არის ახლა ეს Cleo-ები დასჭადი? ეს Cleo-ები დასჭადია იმიტომ რომ ეს Cleo-ები თქვენ სხვა მოთამაშეებთან შედარებით გაძლევს ისეთი რაღაცეებით სარგებლობის უფლებას, რაც სხვა ჩვეულებრივ სუფთა launcher-ით მოთამაშეებს არ შეუძლიათ რომ გააკეთონ. ანუ თქვენი მათთან შედარებით გაქვთ გარკვეული იმუნიტეტი. ამის გამო იშევით სერვერზე. თუ თქვენ იმას ითვალისწინებთ, რომ თქვენ თანახმა ხართ, რომ ადმინისტრაციამ დაგსაჯოთ ამის გამოყენებაზე და მოიხადოთ ის 500 წუთია თუ რამდენი წუთიც არის სერვერზე გაატაროთ, კი ბატონო შეგიძლიათ თქვენ შააგდოთ და ისარგებლოთ ამ Cleo ფაილებით. ერთი იცოდეთ რომ მე ვირუსულ Cleo ფაილებს არ აგიტვირთავთ არასდროს, შეგიძლიათ ყველა შეამოწმოთ ვირუს ტოტალზე. ახლა კი შეგვიძლია შევიდეთ თამაშში და ვნახოთ მუშაობს თუ არა ეს Cleo ფაილები. მოკლედ შემოვედით თამაში და როგორც ხედავთ, შემოსვლის შემდეგაც გვიმუშავებს ეს Cleo ფაილები, ამისთვის მაგალითად დავწერ კცმოდს, შევამოწმოთ და ჩვეულებრივ აგდებს ამ კცმოდს, რომელიც ყველაზე ხშირად გამოყენებადია. კცმდს თუ არ გიწერიათ, შეგიძლიათ ნახოთ ჩემი პირველი ვიდეო და იქ ახსნილი მაქვს დეტალურად როგორ შეიძლება ეს კცმდს ჩააგდოთ Cleo ფაილში და გამოიყენოთ. დღეისათვის სულ ეს იყო, მადლობას გიხდით ყურადღებისთვის, მომავალ შეხვედრამდე.